მარტივ და გასაგებ ენაზე რომ განმარტოთ, რა არის სუვერენიტეტი? ხალხის ძალა თუ ხელისუფლების იარაღი? სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ ქვეყანა თავაწვობს საკუთარ საქმეს, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. მაგრამ მთავარი კითხვა უნდა დავსვათ, ვინ არის ამ ძალის რეალური მფლობელი? ისტორიულად, სუვერენიტეტი თავიდან ეკუთვნოდათ მეფეებს, ყველა სხვა დანარჩენი იყო ქვეშევრდომი. შემდეგ ვითარება შეიცვალა და უმთავრესი გახდა ხალხი და მისი ნება. ანუ დემოკრატიაში სუვერენი არის ხალხი და ასეა ეს საქართველოს შემთხვევაში, სადაც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც და მეორე დემოკრატიული რესპუბლიკის გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციაშიც მთელი ძალაუფლება და ხელმწიფება ეკუთვნის არაერთ პიროვნებას, ავტორიტარს, დიქტატორს და ასე შემდეგ, ან ადამიანთა ჯგუფს, არამედ მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. აქ საზოგადოება არ არის მხოლოდ ამომრჩეველი. არამედ საზოგადოებრივი ნების პირდაპირი ფორმით და არჩევნების გზით გამოვლენის მეშვეობით, სწორედ ქართველი ხალხია უზენაესი გადაწყვეტილების მიმღები. დღეს ხშირად გვატყუებენ და პროპაგანდა ამბობს, თითქოს სუვერენიტეტი ნიშნავს იზოლაციას და სხვებისგან გამიჯვნას. ან რომ საერთაშორისო პარტნიორობა სუვერენიტეტის დაკარგვაა. ეს არასწორია და მანიპულაციაა. თანამედროვე სამყაროში სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ შენ თავად წვეთ, როგორ ითანამშრომლო სხვებთან საკუთარი ინტერესების დასაცავად. რაც უფრო ინტენსიურია განვითარებულ და თავისუფალ მსოფლიოსთან თანამშრომლობა, მით უფრო მეტად შეგიძლია დაიცვა და განავითაროს საკუთარი იდენტობა და სახელმწიფო. საპირისპირო შემთხვევაში, ყოველთვის უფრო მეტი ალბათობა იმისა, რომ ერთსაც დაკარგავ და მეორესაც. მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს. მისი მიზანი თავისუფლების და დემოკრატიის დაცვაა, არა მათი შეზღუდვა.